17 მაისი საქართველო ქუთაისი ქალაქი სადაც ცხოვრობენ ადამიანები რომლებმაც იციან სიყვარული ქალაქი სადაც ცხოვრობენ ოჯახები რომლებსაც უყვართ ერთმანეთი ქალაქი საიდანაც იწყება ვაჟკაცობის ყველა მცნება ქალაქი საიდანაც ადამიანები ერთმანეთს ეფერებიან დღეს 17 მაისია 12 წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ ამ დღეს თქვა და მას შემდეგ აღსრულდა დაიყოს ყოველი 17 მაისი ოჯახის და მშობელთა პატივისცემის დღე მოგესალმებით საქართველო გილოცავ 17 მაისს აქედან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ვაჟკაცური ქალაქიდან ყველაზე მაგარი ადამიანების ყველაზე კარგი ქართველი კაცების ყველაზე კარგი ქართველი ქალბატონების სათავისოდან დღეს რომელიც გვაჩუქა უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ და ჩვენი პატივისცემა ტაშით გამოვხატოთ ჩვენი დიდი ადამიანის მიმართ დღეს 17 მაისია სანამ დღევანდელ ჩვენ ფესტივალზე ვიტყოდე იმას რაც უნდა ვთქვა გეტყვით რომ სულ რაღაც 1 საათის წინ ქალაქში ვიყავი გასული აქვე მოედანზე პარკში შევუერთდი იმ ადამიანებს და ვსაუბრობდი იმ ადამიანებთან ვინც დგანან და დღევანდელ დღეს აღნიშნავენ ჩოხალხალუხში ჩაცმული ბავშვები ჩვენ არ გვიგვირს და სხვათა შორის სანამ ვიტყოდე მადლობა უნდა გადაგიხადოთ ძვირფასო მშობლებო აი ასეთი შვილებისთვის რომლებიც ახლა კულისებში დგანან იცით როგორი ბავშვები არიან თქვენ ყველაზე კარგად იცით როგორი მაგრამ რაც საამაყოდ ხდება თვალში მეც და ჩემს კამერასაც და ჩვენს ქართულ ემიგრაციას რომელიც უყურებს ამ ყველაფერს დგანან და პირჯვარს იწერენ ბრძოლის ველზე გამოსასვლად აი ასეთი შვილებისთვის მადლობა თქვენ და ტაში თქვენ შვილებს რომ იციან როგორ უნდა გამოვიდნენ თავიანთ საბრძოლო მოედანზე დიახ ეს მათი საომარი ადგილია ყველას ჩვენი საომარი ადგილი გვაქვს თქვენ შვილებს აქ სცენა ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის მოედანი ფაჩულია საკალათბურთო სხვებს ტატამი ზოგს მიკროფონი ზოგს კამერა ეს არის ჩვენი ბრძოლა და ზუსტად ამ ბრძოლით და ამ ბრძოლაში მოგებით ვიქნებით ის რაც ძალიან არ უნდა მტერს რომ ვიყოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო რაც დღეს ყველაზე კარგად გამოჩნდება ისევ და კიდევ ბევრჯერ თბილისშიც, ქუთაისშიც, რუსთავშიც, ბათუმშიც, ხონშიც, ზუგდიდშიც და ყველგან სადაც კი ცხოვრობთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქუთაისიდან ჩემო საქართველო ახლა კი თავარი რატომ შევიკრიბეთ დღეს სად ვართ რატომ ვართ და რისთვის ვართ მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლავართ და ძალიან პირდაპირ შემიძლია გითხრათ თქვენს და თქვენს ძვირფასო ტელემაყურებლებო ქართველო ემიგრანტებო ის რაც დღეს აქ კეთდება და უკვე მეორე სხვათა შორის ის ფესტივალი რომელიც აქ აი სულ რაღაც 10 წუთის დაგვიანებით დავიწყეთ ალბათ ხომ ისიც საპატიო მიზეზის გამო არის გამოხატულება იმის როგორი უნდა იყოს ოჯახი. სხვათა შორის ვიღაცას ოჯახის სიწმინდე მხოლოდ ცოლის და ქმარის ურთიერთობა გონია და თქვენ ყველამ კარგად იცით რომ ასე არ არის. დედის და მამის პატივისცემა, დედა, მამა და შვილი, აი ეს არის ოჯახი. სხვათა შორის ოჯახში ქალი და კაცია და არა ორი კაცი და არა ორი ქალი. ვინც მეთანხმებით დაში დაუკარგეთ. ხოდა ფესტივალი რომელიც აგერ უკვე 2 წელიწადია იმართება ეს არის ფონდი მადმოსილება და რა თქმა უნდა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის იმერეთის რაჯა რეჩხუმ ქვემო სვანეთის ხელმძღვანელს ბატონ გია ტყვაციриას აპლოდისმენტები კაც მამას რომელმაც შეძლო და დაარსა ეს ფესტივალი რომელსაც მისი შვილის გიორგი ტყვაციриას სახელობის დარად ვატარებთ და აგერ თქვენ ხედავთ
ეს არის გარდამავალი ჯილდო. Აი ეს ჯილდო დღეს რომელიმე ქართულ ანსამბლს შეხვდება. მეც არ ვიცი დედას გეფიცებით არ გატყვევთ ვის. მაგრამ ვინც აი ამ გარდამავალი ჯილდოს მფლობელი გახდება, ის აუცილებლად იქნება ყველაზე გამორჩეული და ყველაზე კარგი დღევანდელ პირობებში და ის წაიღებს თავისთან და 1 წლის განმავლობაში ექნება ეს ჯილდო. არ დავიწყება მოყმისა. აი ასე ქვია სახელად ჩვენს დღევანდელ ფესტივალს. ეს ის ორი სიტყვა, რაც ყველაზე კარგად მიესადაგება ქართველის ბუნებას. არ დავიწყება მოყმისა, არ დავიწყება წარსულისა, არ დავიწყება ჩვენი ოჯახის წევრებისა. და კიდევ ერთხელ ბატონ გია ტყვაცილიას მადლობა იმისთვის, რომ მან შექმნა და დაარსა დღევანდელი ფესტივალი. ის არის ორგანიზატორი დღევანდელი დღის და თქვენი ტაშის ფონზე მე ბატონ გია ტყვაცილიას მოვიხმობ სცენაზე. აი ეს არის ბატონო გია. კიდევ ერთხელ გამარჯობა თქვენი 17 მაისს გილოცავთ. ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ დღესასწაულს საქართველოს რეალობაში. და გილოცავთ დღევანდელი ფესტივალის დაწყებას და მის წარმატებულად ჩამთავრებას ერთად მოვინდომოთ და უზრუნველყოფთ ჩვენ. ახლა 2 სიტყვა ჯერ თქვენ. მოგესალმებით. ქრისტე აღსდგა. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს ყველას. დღევანდელი დღე ძალიან დიდი მნიშვნელოვანი არის. ოჯახის სიწმინდის დღე არის და ამ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დღეს თქვენ ძალიან კარგად იხილავთ თქვენი შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრიშვილებს, რომ ეს ერთად ტრადიციულად ასე გრძელდება. მეორე წელია ეს ფესტივალი არის ჩამოყალიბებული და დღევანდელ წელს კიდევ გარდამავალი პრიზი ამას თვითონ ჟიური გადაწყვიტავს, ვის უნდა გადაეცეს. ეს ნამდვილად ბატონი ბესოსტმის არ იყოს, რაც მე არ ვიცი, ამას ვინ მიიღებს. და მინდა ყველას წარმატებები უსურვო. გავახსნებოთ თქვენი ბავშვები, ტაში დაუკრათ. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებული დღე მოგცეთ ყველა თქვენმა ოჯახებმა იხაროს და სრულიად საქართველო. მადლობა ყველას მობრძანებისათვის, გვერდში დგომისათვის და იმისათვის, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები აზიარეთ ქართულ ხელოვნებას და ქართულ ცეკვას. გაუმარჯოს ქართულ ჯიშს და ჯილას. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ბატონიშვილის ბატონო გია, მე აქვე ვიტყვი რომ შარშან ეს ჯილდო ბატონ ოთარ მებუკეს ხვდა წილად და მის ანსამბლს დამსახურებულად ტაში ეკუთვნით. ძალიან კარგი შედეგი დადეს შარშანდელ ფესტივალზე. თორცები წყალტუბოში ჰქონდა შარშან და აი დღეს როგორც წესი და რიგია მოგვიტანეს მათ მფლობელობაში იყო 1 წელი და არ ვიცით ვის გადაეცემა. ნახავთ ხოლმე შემთხვევაში ვინც მიიღებს მესამეჯერ კონკურსი, ვინც მიიღებს 3ჯერ აი ამ პრიზს დარჩება იმ კოლექტივს და უსურვებ ყველას წარმატებას. რაღაცა აზარტს გავს ბატონო გია და მე მგონი ასეთი შეჯიბრი ყველაზე კარგად ვიხდება ქართველებს. დამეთანხმეთ ყველაზე მაგრად იცით რა გამოდის ქართველებს სიყვარულში შეჯიბრი. მაშინ შეჯიბრი. გაგიკვირდათ ხო? არა. ყველაზე მაგრები ჩვენ ვართ და მე ვიქნები ხელაწეული. აი მე როგორ გამეხარდება იცი დამარცხება, როცა ვიღაცის სიყვარულში ვიღაცა მაჯობებს. ასევე უნდა გაეხარდეს აქ ვიღაცას ვიღაცის გამარჯობა. აქ ის ხალხია ჩემოგია შეკრებილი და მადლობ თქვენ. მინდა მაჯობოთ ყველა სიყვარულში. ეს იქნება საუკეთესო გამარჯობა თქვენი. ახლა კი რა თქმა უნდა ბატონო გია, მე აუცილებლად უნდა მოვეფერო ჩვენი ჟიურის წევრებს, თბილისიდან ჩამობრძანდნენ ჩვენი სტუმრები, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე აგბრძანდება ბატონი კახაბერ მარკოიშვილი. ბატონო კახა, საბრძანდებით დაგვენახეთ. ხო. აგერ ბატონო კახა, მოგესალმებით. ბატონი უჩად ვალიშვილი, ძალიან დიდი პატივისცემით, ძალიან დიდი სიყვარულით და გვერდში დგომით ჩვენი ფესტივალის მიმართ. ბატონო უჩა, ძალიან დიდი მადლობა თქვენს მობრძანებით და თქვენ მოგიწევთ რა თქმა უნდა სცენაზე ამოსვლა, შემდეგ და შეფასება და მას ჩავაბაროთ ჩვენი დღევანდელი შედეგების გამოცხადება. ახლა კი სცენაზე მე უნდა მოვიწვიოთ ჩვენი ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ჩვენი ჩოხოსნები, ჩვენი ჩოხიანი, შავი, თეთრი, რა ვიცი, მე მგონი შინდისფერი ჩოხა არა გვაქვს. ხო დღეს ბატონო ლევან. ბატონი ლევან როხვაძე მინდა მოვიწვიო.
კაცი, რომელსაც უბრალოდ ერთ სიტყვას წაუმძღვარებ წინ. ქართველო, თავად თვითონ ასე მეძახის და მე შემაყვარა ასე მომართვა. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა ბატონებო და ქალბატონებო მომბრძანებისთვის. რა თქმა უნდა, გილოცავთ დღევანდელ დღეს და ჩვენი ერთი დიდი ოჯახის საქართველოს ერთიანობისა ყოფილიყოს ბატონო ლევან. სიტყვა თქვენი. მოგესალმებით. ქრისტიანკა დიდი სიყვარულით ბატონო კახა, ბატონო უჩა, გენაცვალეთ აქ მშობლები, ბებიები, ბაბუები, დღევანდელი დღე როგორი ტევადობის არის და მე სულ 9 წუთით თქვენს ისეთ დალაგებულ გზნობებს, რომელიც ჩვენ შვილ მომავალს ეკუთვნის, ცოტას პატარა და შევაპაუზებ, ბოდიში პაუზაზე რომ ვამბობ. აი ჩვენი შვილი მომავალი გიორგი ტყვაცირია ზეყანიდან დაგვცქერის დიდ პატრიარქთან, დიდ ბაბუასთან ერთად და 1.5 წუთი მივაგოთ პატივი. უღრმესი მადლობა. 100 წელი მეყოლეთ და ახლა სიხარულის მომტანი ჩვენ გია ტყვაცილიას მივესალმებით დღევანდელი დღის სულის ჩამდგმელს. უღრმესი მადლობა ჩვენ საყვარელ ბესოს დიდ ვაშკარს აქ არის ჩემ შვილობილსაც და მეგობარს და ყველაზე მთავარი რაც არის თქვენი ოჯახებში სიყვარული, სიხარული და როგორც გიამ თქვა დედა, მამა, ძმა, გულშემატკივრები, ბებია, ბაბუა, ყველა დაგლოცოთ უფალმა და ჩვენი 29 წლის წინ დაწყებული ჩოხოსნები, სხვათა შორის გია ჩვენი ჩოხოსანი გახლავთ და ბევრი აქ არის, როგორც ქორეოგრაფიის მონაწილე და ჩვენი ბიჭები და ქალბატონი აქ არის და შემდეგ 20 წელი გავიდა, რაც პატრიარქმა მოგვიყარა თავი და დღეს დღევანდელ დღეს არა მარტო ოჯახის, არა მარტო დედის და მამის, აი ამ სამოსის სიყვარულით ღმერთმა აღორძინოს საქართველო. იხარეთ და იბედნიერეთ ქართველებო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია და მე თქვენი ნებართვით ახლა უკვე იმას შეუდგებით, რისთვისაც შევიკრიბეთ აქ. არა ბატონო ბაჩუკი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმით გამოდი შენ არა ხარ დასამალი კაცი. ჩვენი ბაჩო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ყოველთვის ამ ხალხო რო იცოდეთ, ამ ხელა რაღაცის ორგანიზებას არ ჭირდება პატა თქვენ, რა კარგია დარბაზიდან უყურებთ და თითქოს ადვილი ჩანს ყველაფერი, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ და დამიჯერეთ ძალიან რთულია მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება. მაგრამ არა შეუძლებელი და ეს ერთ-ერთი კაცთაგანია, ვისაც ამ ყველაფრის ორგანიზებაში მიუძღვის წვლილი. მადლობა ბაჩო შენ და მადლობა ბატონო გია. ბაშასელი, დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ფესტივალი და
გაკვირდით, რა მსგავსებას ხედავთ ამ ბავშვებს შორის? ტყუპები ხო, მე ტყუპები მეგონა, ერთი წელს დიდია, მეორე ერთი წელს პატარა. არ ყოფილან ტყუპები, უბრალოდ ძმაკაცები არიან. ტაში და უგარდა ძმაკაცებს ენა, ვაუხატია. კაიქიც.
კახაბერ მარკოიშვილი და ბატონი უჩა დვალიშვილი. მომგზავრდით ბატონებო და რა თქმა უნდა ფესტივალის ორგანიზატორი, დამაარსებელი, შემქმნელი ბატონი გია ყვაცირია. ბატონო გია, მომგზავრდით, გამიმშვენებთ გვერდი და აუცილებლად რა თქმა უნდა სიტყვის გარეშე ბატონო კახაბერ, ბატონ უჩას დაუთმოთ სიტყვა და ბატონო უჩა თქვენი რეგალიები რომ წავიკითხო ხვალდილამდე ვერ მორჩები მე ამ საქმეს და კაცია ადამიანიო ვამბობ ხოლმე ბატონ უჩაზე მე ერთ ფრაზას და ამაში ვატევ ყველაფერს. დღევანდელი დღის შეფასება თქვენთვის მომინდი. მადლობა, დიდი მადლობა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე დგომა და მე მინდა თითოეულ თქვენთაგან ყველა მონაწილეს ძალიან დიდი მადლობა უთხრა დღევანდელი დღისთვის და გილოცავთ ნამდვილად აი ამ ულამაზეს დღეს და აი ამ დარბაზში ამ შესანიშნავ შენობაში დიდი ზეიმია ულამაზესია და გარეთ ქალაქის კიდე განსაკუთრებულია შევადელ დღეს და მართლაც გულისავსია სიხარული. აი ამდენი ბავშვი იღებს მონაწილეობას, ამდენი ახალგაზრდა და ერთ პატარა სტატისტიკურ მონაცემებს გეტყვით რომ ხელოვნებაში, კერძოდ ქორეოგრაფიაში ვინც იღებს მონაწილეობას და არის აღზრდილი ამ საქმეში ის ადამიანი ნაკლებად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. ეს სტატისტიკა არის და წყალი არ გაუღა. და ჩვენ როგორც ჟიურის წევრებს ვფიქრობ რომ დღევანდელ დღეს ყველა ბავშვი ვინც მონაწილეობა მიიღო, ყველა გამარჯვებული არის რა თქმა უნდა და ჩვენ ვართ ის ადამიანები არა მარტო შეფასება ვიცით, არამედ დაფასებაც ვიცით და მადლობა თითოეულ მათგანს, ჩვენს კოლეგებს, ქორეოგრაფებს და უსურვებთ შემდეგ წარმატებებს და აი ეს ბავშვები მართლა მახარებს და აი შეიძლება ადამიანის ცხოვრება ისე წავიდეს რომ ერთჯერაც ვერ ჩაიცვას ჩოხა და ქართული საცეკვაო კაბა და ეს ბავშვები აი ამ სულისკვეთებით, პატრიოტული სულისკვეთებით იღრძებიან და მადლობა ყველა ორგანიზატორებს. მადლობა ბატონობესო თქვენ, აი ასეთი გულთბილი შეხვედრისთვის და ძალიან ბევრმა ბავშვმა დღეს მიიღო თქვენგან დიდი სტიმული, რომელიც არასდროს ცხოვრებაში არ დაავიწყდება. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისთვის. დიდი მადლობა ბატონო უჩა, ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახაბერ, სიტყვა თქვენია. გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან მაგარი და საოცარი დღე გვაქვს დღეს მინდა გითხრათ ჩემო კარგებო. რატომ უკვე ბატონმა ბესომ თავშივე თქვა რომ დღეს საოცარი დღე გვაქვს და ის დღე, რასაც იდენტურია დღევანდელი დღის, მან თქვენს ხერხართ, მშობლებო, პატრიოტებო, ახ ბავშვები, ბებიები, ბაბუები და მთლიანობაში ოჯახი, რომელიც არის საქართველო, მისი გადამრჩენელი და მისი ფუძე და ფესვები. ამას ემსახურებოდა დღევანდელი დღეს, ბატონი ჩვენი გია ყვაცირიას უგრუესი მადლობა დღევანდელი დღისთვის ბატონო გია ამ ულამაზესი ფესტივალის დაფუძნებისთვის და სიმბოლურია რომ მეორე წელიც ასე ემთხვევა ოჯახის სიწმინდეს დღეს და თქვენ ოჯახს, თქვენ დიდებულ ოჯახს დიდი მადლობა და აცხონოს უფალმა ჩვენი პრაცა, ჩვენი გიორგი, ნათელი და სანთელი მის მოსაგონებლად და ყოველთვის ოჯახის სიწმინდისთვის იხაროს ქართველმა და იმრავლოს. გაიხარეთ და დიდი მადლობა რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს, ყველას აბსოლუტურად ესენი არიან ჩვენი მომავალი და როგორც ბატონმა უჩამსდანა, ყველა გამარჯვებულია მერწმუნედ. ის ერთია, მაგრამ ჩვენ უამრავი ღმერთმა გამრავლოთ. ბატონო გია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ აი ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის და აი ამ ადამიანს დიდი მადლობა კიდევ და ორი სიტყვით შეგვიჯამეთ და მე დავიწყოთ. პირველი განყოფილება შედგა, გესალმებით კიდევ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მე მადლობა მინდა უთხრა ბატონ უჩა დვალიშვილს, კახაბერ მარკოიშვილს ჩამობრძანებისათვის, დღევანდელი დღის შეფასებისათვის და წარმატებებს გისურვებ და გილოცავთ ბატონო უჩა დღევანდელ დღეს ბატონო კახაბერ სულ სიკეთე და კარგი ამბავი მოგცეთ. თქვენ რო არა მშობლებო, თქვენ რო არა ბებიებო, ბაბუებო, ეს დღე ასე ვერ შედგებოდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამაზე კარგი რა არის? ოჯახის სიწმინდის დღეს ჩოხი და ქართული მანტილით თქვენი შვილები, ჩვენი შვილები, შვილიშვილები
წარღვნის სცენის წინაზე და ერთად მიულოცენ სრულიად საქართველოს. ჩვენს გუთაი, ჩვენ საქართველოს, სრულიად საქართველოს გაუმარჯოთ. მადლობა თქვენ მობრძანებისათვის. ყველა ქორეოგრაფს თხოვ შემობრძანდეს სცენაზე, დაიწყება დაჯილდოება. ქორეოგრაფებო, თხოვ შემობრძანდით. მადლობა ყველას. მაშასე ბატონო გია, ვიწყებთ დაჯილდოების ცერემონიას და ასე სპეციალური პროგრამა, რომელიც გვაქვს და ბატონი ბაჩოს დაგვეხმარება ამაში. პირველი ქალაქ ქუთაისის ანსამბლი შუშპარი მინდა დავაჯილდოო ჩვენი ფესტივალ კონკურსის სახელით. ბატონო არმაზ ლიპარტელიანი მოვიწიოთ სცენაზე. ქორეოგრაფები თეონა და თამარ ლიპარტელიანები ბრძანდებიან გიორგი კუხიანიძესთან ერთად და მაშასე, აბა აი ეს მოდი ვაჩვენოთ მაყურებელსაც. ოხ, რამძიმე პრიზია. ბატონო გია, გიქებთ ჯილდოს. ბარაქიანი ჯილდოა. აი ესეთი მაყურებლის დავანახოთ, აი ესეთი ლამაზი ჯილდო გადაეცემა შუშპარს. მე ასე შუშპარის სამხატვრო ხელმძღვანელს ვერ გავუშვებ, ჩემ ძმას და მეგობარს და ძმაკაცს. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ერთად აგვა გატარებული. პირველი თაობის სახელმწიფო ანსამბლის ჩვენი ქუთაისის წამყვანი სოლისტი ერთად ვიყავით, ერთად მოღვაწეობდით რამოდენიმე 2 წელი და დღეს არის იუბილარი ჩვენი ალმასი და მიულოცოთ ყველამ. არმაზ ლიპარტელიანის საჩუქარი. ისურვებ მომავალ შემოქმედების წარმატებას ქართულ ხალხური ქორეოგრაფიის განვითარებაში. რა წვლილიც აქვს შეტანილი, 100 იმდენი წვლილი კიდევ დარჩენოდეს შესატანი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავთ დაბადების დღეს. მადლობა ბატონო გია. ახლა ჩემო ბატონებო, ქუთაისის ანსამბლი კოლხა დაჯილდოვდება და ედუარდ მურცხვალაძეს ხო, ბატონო ედუარდ, ეს უკვე ბატონი უჩას ხელით. ეხლა ბატონო ედუარდ თქვენ რა გააკეთეთ? ბრუნი ხო? ბრუნი ქვია ამას ბატონო კახა, ხო? ანსამბლი კოლხა ედუარდ მურცხვალაძე. მადლობა ბატონო ედუარდ. დიდი მადლობა. შემდეგი ყავს ხონის ანსამბლი იმედი. ბატონო დავით ღაღანიძე. ბატონო ელენე დვალიშვილი. აი ეს ულამაზესი ცოლ-ქმარი და სხვათა შორის ოჯახი. აი ამაზე რო საუბრობ, დათო ბატონო. დავით ბატონო, თქვენ და თქვენს მეუღლეს განსაკუთრებით გილოცავთ დღევანდელ 17 მაისს. მიულოცო ელენეს ჩვენი სახელით, რა თქმა უნდა. შემდეგი ქალაქის ზესტაფონი, ანსამბლი შევარდენი. ბატონი ნანა ღიბრაძე ჩაიბარებს ბატონი უჩას ხელით ჩვენი დღევანდელი ღონისძიების აი ამ ულამაზეს საჩუქრებს. მადლობა ძალიან დიდი. ანსამბლი ერისეული და უტა ალფაიძე. ბატონო უტა. აი ესე დახუნძული წამბრძანდებით ხონში აი ესეთი ლამაზი ჯილდოებით. დიდი მადლობა უტა ალფაიძე. ახლა გიორგი დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მე-4 კლასის ხელმძღვანელი მანანა სვიტრაძე უნდა დავაჯილდოოთ. ბატონო უჩა, თქვენი ხელით თუ შეიძლება აი ესეთი ლამაზი საჩუქრებით. მანანა სვიტრაძე. მადლობა ქალბატონო მანანა თქვენ. ახლა კი ბატონო ბაჩო, შემდეგი ჩვენ გვყავს სტუდია ქუთაისი და გოჩა შვილია მისი ხო თორე ესეთი პატარა ვაჟკაცი წაიღე შენ სტუდიაში პატარა ვაჟკაცო ეს ჯილდოები და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა გოჩა არსენიძეს და თამთა კილაძეს.
შემდეგი გვირილა ხო ბატონო ბაჩო ანსამბლი სტუდია გვირილა და ბესო ბუხაძე უნდა შემოსეხნიაო ბატონი უჩას ხელით ჩაიბარეთ აი ეს ულამაზესი ჯილდოები და რა თქმა უნდა სტუდია გვირილა ის ვისაც ერგო წილად აი ეს ულამაზესი ჯილდოები გიორგი ტყვაცილიას სახელობის კონკურს ფესტივალისგან არ დავიწყება მოხნისა ეს წასაკითხია აუცილებლად ბატონო გია ბატონო სეხნია ასე მოგმართავ უყურებ აყურებელმაც ნახოს იმერეთის რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაცია ქორეორთა კავშირისა გაჯილდოვებთ ბატონო ბესო მუხაიძე ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომით რომელიც აი ასე მინდა მე გადმოგცეთ პირადად თქვენ მადლობა ბატონო ბესო ახლა კი ქალაქ ქუთაისის გიორგი დარახველის სახელობის სკოლის მეხუთე კლასის ქორეოგრაფი ხათუნა ლევიძე და ანრი ანჩაბიძე მინდა საჩუქრით დაუშვათ ბატონი კახაბერ მარკოიშვილის ხელით გადაეცემა ეს საჩუქარი ამ ჩვენს მეხუთე კლასის ხელმძღვანელებს და მადლობა კიდევ ერთხელ მათ. შემდეგი სტუდია ლილე და გაგა კობერიძე და ქეთი ჩიხლაძე. გაგა ბატონო, ბატონი უჩასგან მიიღეთ ეს საჩუქრები. დიდი პატივისცემით თქვენ დღევანდელი ჩვენი ფესტივალისგან. ეს არის კიდევ ერთხელ შეგეხსენებთ ქუთაისის სტუდია ლილე და შესაბამისად რა თქმა უნდა გაგა კობერიძეს ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის 17 მაისს ზუსტად 17 მაისს გადმოგეცემა აი ეს შესანიშნავი ჯილდო და მადლობა იმ ბავშვებისთვის ვის დღეს ჩვენთან ერთად იყო. და ბოლოს ხო ბატონო ბაჩუკი სტუდია ათინათი და ქეთი ჩიხლაძე. ბატონო ქეთი ბატონი კახას ხელით თქო ჩაიბაროთ მევარდები აი ასეთი ლამაზი ვარდების ხაიგინთან ერთად. მოკლედ მორჩით ბატონებო გაჯილდოების ცერემონიას ბატონებია ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახაბერ ბატონო უჩა და ყველა ხელმძღვანელს და ქორეოგრაფს მადლობა და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მადლობებს და დარბაზს კიდევ ერთხელ გილოცავთ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს და მშობელთა პატივისცემის დღეს. მადლობა დროებით მომავალ შეხვედრაზე. ნახვამდის. მე მინდა თვითონ თქვენგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს ძალიან დიდი დღეა დღეს საქართველოში. ჯერ კიდე ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც აბსოლუტურად მისასალმებელია და სასიხარულოა. მე მინდა უდიდესი მადლი იმ პატრიარქის ილია მეორის, რაც ჩადო საოცარი ეს ქართველებისათვის. რაც შეეხება დღევანდელ ფესტივალს, რომელიც დაემთხვა ლამაზ დღეს ბატონი გიას თავობით, მე მინდა მიულოცო ბატონ გია ტყვაცილიას, რომელიც აი მოვალეობის სიყვარულით და სიყვარულის მოვალეობით არის აქვს ეს კაცი და ამ დიდ საქმეს აკეთებს ძალიან ლამაზად. ძალიან კარგი კოლექტივები იყო დღეს სცენაზე, აბსოლუტურად ყველა კმაყოფილთან ასე უნდა, კარგი ორგანიზებული იყო და მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გიას თვითონ მათგანს პირადად იმ ხელმძღვანელობას, ვინც ჩამოვიდნენ თბილისიდან, ბატონ კახა მარკოიშვილს, უჩადო ალიშვილს, პირადად თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი დღე ჩატარდა დღეს ქუთაისში. მოგესალმებით, პირველ რიგში მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო სრულიად საქართველოს. დღეს არის 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე და მინდა ყველა ქართულ ოჯახს მიულოცო ეს დღესასწაული, უსურო ბედნიერება, სიკეთე, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ცხოვრებაში. ეხლა რაც შეეხება ფესტივალს, პირველი განყოფილება იყო საუკეთესო, გამოვიდა ჩვენი პატარა თაობა, ანუ სტუდიის აღსაზრდელები, მეორე განყოფილებაში უკვე კონკურსზე ცეკვავს დიდები, ანუ მოზრდილი ანსამბლი, სახალხო სანიმუშო ანსამბლი.
ძალიან კმაყოფილები ვართ, ბავშვებიც, მშობლებიც და წარმატებები მინდა გავუსურვო ყველა გამოსულ ანსამბლს, ყველა გამომსვლელ ანსამბლს მეორე განყოფილებაში. დღეს დიდებული საღამო გქონდა, ორი განყოფილება. ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორ შეიძლება რომ ადამიანი არ იყო კმაყოფილი, როცა დღევანდელ დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ფესტივალი, ასეთი სიმბოლური ფესტივალი, გიატკაცირიას სახელობის ფესტივალი შედგა, შეიძლება ხმამაღლა იდგას და ითქვას და ნახეთ, ყველა კმაყოფილია. დარბაზში მშობლები ხდნენ, ბავშვები ცეკვავდნენ და ეს არის ჩვენი ერთიომანი და ოჯახი, რომელსაც თელიერი ვეტრფით, ვესიყვარულებით და ამაზე დგას ჩვენი ტრადიცია ოჯახებზე. ყველა ოჯახს ულოცავ დღევანდელ დღეს მშობლების პატივისცემა არ დაგვიწყებოდეს და ყოველთვის კედი მოვიხაროთ მათ წინაშე. მრავალჟამიერ ჩვენ საქართველოს. მადლობა გახა ქორეოგრაფთა კავშირმა თბილისშიც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ბრძანდებით ახლა თქვენ, თბილისშიც მოახერხა ორგანიზებულად ამ დღის აღნიშვნა. დიახ, რასაკვირველია, ტრადიციულად ასე ხდება, რაც დაარსდა ოჯახის დღე, სიწმინდის დღე, ყოველთვის ჩვენი ჩოხოსანი, პატარა ვაჟკაცები და ქალბატონები ყოველთვის ესწრებიან, გოჩაგრძელიშვილი, ჩემი მოადგილე, მისი ხელმძღვანელობით გახლავთ და ემსახურებიან დღევანდელ დღეს, რითაც ძალიან ვამაყობ. მართლა შესანიშნავი დღე არის დღეს, ულოცავს სრულიად საქართველოს ყველა მონაწილეს ამ ღონისძიების და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ აი ასეთი მაღალი შედეგები დამთავრდა დღევანდელი ჩვენი ფესტივალ კონკურსი და მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში და ვისი ხელდასმისით ეს სრულდება. მე მინდა ერთი თქვა ის, რომ დღევანდელ კონკურსში ყველა გამარჯვებულია, ყველა ბავშვი გამარჯვებულია, დაწყებული ყველაზე პატარადან დამთავრებული დიდებამდე და მე ვფიქრობ, რომ აი ასეთი ღონისძიებები, ასეთი ისინი ფესტივალები, კონკურსები წაადგება მომავალში ჩვენს ქვეყანას და ხელშეუწყობს ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის, კერძოდ ქორეოგრაფიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ასე რომ ჩვენს კოლეგებს მივმართავთ კიდე მეტი ენერგიულად და ერთად გაერთიანებული, როგორც ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენი ქორეოგრაფიული ოჯახი მართლაც და ჩვენი აი ასეთი ოჯახებისგან შედგება ჩვენი ქვეყანა და უსურვებ ჩვენს ქვეყანას წარმატებებს. გაიხარეთ. პირველ ყოვლისა სრულიად საქართველოს იმერეთს ქუთაისს ულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. ამავე დროს ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე ეწყობა გიორგი ტყვაწერიას საქველმოქმედო ფონდის საანგარიშო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს საქართველოდან შემოქმედებითი კოლექტივები. ეს არის ღონისძიება, რომელიც უკვე მეორედ ტარდება იმერეთის რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდა თაობის შემოქმედების განვითარებას, რაც მომავალში ჩვენს მიერ იქნება აქტიურად მხარდაჭერილი. დღეს ყველა ჯერ ულოცავ ქართული ოჯახის სიწმინდის დღეს, მთელ საქართველოს ყველა მართლმადიდებლს. დღეს ჩატარდა საქველმოქმედო ქორეოგრაფიული ფესტივალი გიორგი ტყვაწერიას სახელობის, რომელიც უკვე მერამდენად იმართება, რამოდენიმეჯერ უკვე ჩატარდა. ეს არის საქველმოქმედო, სადაც შემოსული თანხებიდან ხდება დახმარება ვეტერანი ქორეოგრაფების, ძველი ქორეოგრაფების, მათი ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც საჭიროებენ ან ჯანმრთელობის მხრივ, ან სოციალური მიმართულებით დახმარებას და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფესტივალი გაგრძელდეს, რა თქმა უნდა და გაგრძელდება კიდევაც, იმიტომ ტრადიცია და უკვე ჩამოყალიბებული და მომავალ წლებშიც დარწმუნებულია, რომ ეს ტრადიცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო აღმოვდება და უფრო მრავალფეროვანი გახდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ოჯახის სიწმინდის მშობლების პატივისცემის დღეს და ნახეთ თქვენ როგორი ფესტივალ კონკურსი ჩატარდა. ჯერ კიდე 14 წლის წინ ჩვენ დავაფუძნეთ გიორგი ტყვაწერიას სახელობის საერთაშორისო ფონდი, სხვათა შორის იმ ფონდიდან ერთ-ერთი დამფუძნებელი მე გახლავართ, იმ ფონდიდან დაახლოებით 100,000 რამდენ გაჭირებულს, რამდენ გარდაცვლის, რამდენ ავანტყოფს, რამდენ ხელის შესაწყობ ადამიანს დავეხმარეთ და დღეს მიხარია, რომ მისი სახელობის პრიზი გადაეცემა გამარჯვებულ კოლექტივს და აი ახლა ხანს აარჩიენ ყველაზე კარგი, ყველაზე ისეთი ხარისხიანი, რომელსაც გარდამავალი პრიზი უნდა გადაცენ და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ამდენი მშობელი, ამდენი ბებია-ბაბუა, ამდენი მოცეკვავე სცენაზე
ფორმაში ჩასული არის ქართული ტრადიციული ფორმაში ჩასული და ტრადიციულ ცხოვრებისეულ წესზე ნაზიარები ადამიანი ჩვენთვის ბედნიერება კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ჩვენს შიო მესამეს გამორჩევა და ზემოდან პატრიარქი დაგყურებს და ჩვენი გიორგის სული ამაზე დადებითი ემოცია არ ვიცი დღეს მთელი ქუთაისი სავსეა და ყველა მიესალმება დღევანდელ დღეს
მივესალმები სრულიად საქართველოს ამ შესანიშნავი ულამაზესი კუთხიდან, იმერეთიდან, კერძოდ ქუთაისიდან და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის, გურიის რეგიონალური ორგანიზაციის, ქუთაისის, იმერეთის კერძოდ ორგანიზაციამ ბატონი გიორგი კვაცირიეს ხელმძღვანელობით შესანიშნავი და ბრწყინვალე ღონისძიება ჩაატარა. ასევე ბატონ ბესო ჩუბინიძეს თავის დიდი ორგანიზაცია ძალიან დიდი მადლობა მინდა გამოუცხადო, რომ ქართულ ქორეოგრაფიას როგორც ყოველთვის სულ გვერდში უდგანა და ბოდიში ვიხდი იმისათვის, რომ უნდა დამეწყო იმ ულამაზესი მოლოცვით, რომელსაც დღევანდელი დღე ქვია, ოჯახის სიწმინდე ქვია. ამდენი ულამაზესი გოგობიჭები აი ამ ჩვენ ქართულ ტანისამოში ჩასმული იმ ჩვენ ადასწესებით დღეს კიდევ ერთხელ ამკობენ დღევანდელ დღეს პატრიარქის წინაშე, აცგარდაცული პატრიარქის წინაშე და ახლად არჩეული პატრიარქის წინაშე კიდევ ერთხელ ვიხრი ქეთს, ვიხრი თავს და ულოცავ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას. მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ჩვენ პროფესიის საქმიანობას იმ ულამაზეს დღეს, რომელიც დღეს გიორგი კვაცირიას ხსოვნას მიეძღვნა, მართლაც არ დავიწყება მოყმისა შეიძლება შესანიშნავად ნათქვამი სიტყვებია და დღეს ვიხილე ძალიან ულამაზესი და უძლიერესი კოლექტივი და ვარ ბედნიერი, რომ ჩემმა ანსამბლმა გურიიდან კერძოდ ოზურგეთმა ზენაარმა ასეთ შესანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიცხადებთ სულ ყველას.
მოგესალმოთ ტაში მაყურებელს. ჩვენია ეს ტაში. ჩვენია და რაც თავარია დამსახურებულია. სამწუხაროდ არასაკონკურსო ნომერი იყო, მაგრამ მართლა კარგები ხარ და კიდევ ერთხელ გამეორდები, ტყუილად არ იყო თქვენთან ის ჯილდო ამ ერთი წლის განმავლობაში. მოკლედ მეგობრებო, ეს საფინალო ნომერი იყო დღევანდელი ჩვენი ფესტივალისა. საფინალო ნომერი, რომლის შემდეგაც რა თქმა უნდა დაჯილდოების ცერემონია იწყება, მაგრამ მე ჩემი საპატიო ჟიური მინდა მოვიხმო სცენაზე ბატონო დავით გორდენაძე, ბატონო ვაჟა, ჯუღელი, ბატონო ლევან როხვაძე, ბატონი კახა მარკოიშვილი და ბატონი უჩა დვალიშვილი. თქო კულისებში შემოგზანდეთ თუ შეიძლება და სანამ დაჯილდოების ცერემონიას დავიწყეთ და სანამ თქვენ შემოგზანდებით ბატონ გიას ვთხოვ სცენაზე, ყვაცილიას, ფესტივალის ორგანიზატორს და დიახ, ტაში ჭირდება ამ ადამიანს ასეთი რამის ორგანიზებისთვის. გია ბატონო, გილოცავთ საჯარო წარმატება. ეს გამარჯვებაა და ეს ის არის, რამაც თამამად გვატკბევინა ჩვენ რომ ფესტივალი შედგა უკვე მეორე და დღევანდელ დღეს, სწორედ დღეს შარშანაც ასე იყო. 17 მაისი 2026 წლისა შენი და ჩვენი გიორგის სახელობის ეს ფესტივალი სწორედ ამ დღეს და სწორედ ასე უნდა დამთავრებულიყო. ასეთი წარმატებით, ასეთი სავსე დარბაზით. თითქმის 8 საათია სცენაზე ვდგავარ, პირველი განყოფილება, მეორე განყოფილება. დღეს ჩვენ ვნახეთ აქ ის, რაც თვალს უხარია, ის, რაც კიდევ ერთხელ თანამად მათქმევინებთ. დიახ ქართველებო, გილოცავთ 17 მაისს, ოჯახის და მშობლების პატივისცემის დღეს. ეს ის ბავშვები არიან, საკუთარ დედებს, საკუთარ მამებს, ბებიებს, ბაბუებს და დებს და ძმებს რომ სცემენ პატივს. მადლობა თქვენ ამისთვის და თქვენი თამადობით რა თქმა უნდა ყველა ანსამბლის ხელმძღვანელს. ბატონო გია, მოვიხმოთ ჩვენი სტუმრები. სცენაზე შემოგზავნით ბატონებო, ბატონო კახაბერ, მომზადეთ. მივესალმოთ ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი კახაბერ მარკოიშვილი. ამჯერად თქვენით დავიწყებთ მოდის სიტყვის სიამოვნებით, ჩემო ბეწო. რა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, ბევრჯერ განმეორდები, რომ დღეს ნამდვილი ზეიმი იყო, ზეამაღლებული ხასიათით, ზეამაღლებული დღით, თქვენ და ეს შვილები ერთი დიდი ოჯახია და გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. მშობლებს ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასებო. მშობლების ურთიერთობა დაუვიწყარი და წარუშლილი იქნება საქართველოში ყოველთვის. მადლობა თქვენ დღევანდელი დღისთვის, რომ აზიარებთ ქართულ ქორეოგრაფიას, თქვენს ულამაზე შვილებს და ყველაფერი მინდა საუკეთესო გისურვოთ. უღრმესი მადლობა ამისთვის პატივცემულო მშობლებო. იხარეთ და იძღეგრძელეთ. ცოტა ხანს გადავცემ სიტყვას, იმიტომ რომ ცოტა რთულ სიტუაციაში ვართ, გამოსარჩევი გვაქვს ანსამბლი. თუმცა დღეს ყველა გამარჯვებულია იყო ნამდვილი ზეიმი. თუ ასია დამიდასტურეთ აპლოდისმენტები. ბატონო უჩა, ხო, უჩა დვალიშვილი. მოგესალმებით, უცხო მეგობრებო, ნამდვილად ვეთანხმები ჩემს მეგობრებს, რომ ზეიმი არის. ჩვენ უკვე მეორე განყოფილება ვნახეთ და ანსამბლები ერთმანეთზე უკეთესია. ამიტომ ჟიურის პროფესია ძნელია, ჩვენი მისია ცოტა რთულია, მაგრამ მე მგონი რომ თქვენს ხედავთ რომ გამოიკვეთა ესეთი ანსამბლები, რომლებიც ნამდვილად ღირსეული იქნებიან და დაჯილდოვდებიან. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა, ჩვენს კოლეგებს, ქორეოგრაფებს, ჩვენს ხელმძღვანელობას და მთელ ქალაქს. ერთი გამოთქმა არსებობს ხელოვნებაში. კულტურა მეტად ძვირებული დარგია და ამიტომ ფული უნდა ჩაიდოს, უნდა დაეხადოს, თორე უკულტურობა უფრო ძვირი დაუდება ქვეყანას. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა იქხას, მადლობა ბატონო გია, მადლობა თქვენ ჩემო მეგობრებო, მადლობა აი ასეთი კარგი საქმისთვის. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. მოგესალმებით თვითეულ თქვენგანს,
სრულიად საქართველოს იმერეთს ჩვენს ქუთაისს ულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს ეს არის დღე რითაც ამაყობს თითოეული ჩვენგანი სრულიად საქართველოს და ღვთის დედა უფალი ღმერთისა და დედა ღვთისმშობლის მიერ გამოსული იყოს ჩვენი ოჯახები მშვიდობა და სიკეთე კეთილდღეობა მომგვიშალოს მაღალმა ღმერთმა მე მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენგანს ჩართულობისათვის, მონაწილეობისათვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს შვილებს, თითოეულ თქვენთაგანს დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველა ფესტივალში ჩართულ მონაწილეს, შემოქმედებით კოლექტივს, ყველა ბავშვს, ყველა პედაგოგს, ყველა ქორეოგრაფს, მხარდაჭერისათვის, თანადგომისათვის, გიორგი ყვასილიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის მიერ ჩვენს რეგიონში ჩვენს მხარეში, ჩვენს ქალაქებში არაერთი საინტერესო პროექტი და ღონისძიება განხორციელდა. ღონისძიება, რომელიც ატარებს როგორც შემოქმედებით, ასევე სოციალურ ხასიათს. სწორედ აი ამ ათეული წლის განმავლობაში არაერთ ქორეოგრაფს, არაერთ შემოქმედ ადამიანს, ჩვენს ახალგაზრდებს გაეწია დახმარება, როგორც სულიერი, ასევე მატერიალური. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგი ყვასილიას საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის იმერეთის რაჭა-ლეჩხუმ ქვემოსვანეთის სამხარეო ორგანიზაციის ხელმძღვანელს. სწორედ მისი უშუალო თაოსნობით ხორციელდება ეს ყველაფერი. მე მინდა მივესალმო ბატონ კახაბერ მარკოიშვილს, ჩვენი ქორეოგრაფიის მოღვაწეთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტს, ხელმძღვანელს. დიდი მადლობა თქვენ ბატონო კახა მხარდაჭერისათვის, თანადგომისათვის და იმ ურთიერთობისათვის, რაც იმერეთის ჩვენი რეგიონის ყველა შემოქმედის, ქორეოგრაფის და ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე მივიშვით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა მონაწილეს და მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი, ეს ღონისძიებები ჩვენი საფესტივალო პროექტების და პროგრამის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება და როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალური ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ როგორც ცხოვრებისეულ, ასევე შემოქმედებით წარმატებებს. მადლობა ბატონო დავით, ეს ძალიან კარგი სიტყვა იყო, განსაკუთრებით ბოლოში მომეწონა მხარდაჭერა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია იმ დარგისთვის. მოდი ვთქვათ პირდაპირ, რაც ყველაზე მეტად სატრაბახო გვაქვს ქართველებს. ეს არის ქართული კულტურა და ხელოვნება. თავისი მიმდინარეობებით. ბატონო ვაჟა, თქვენ რაც მეთქვით, დამეთანხმებით, ეხლა ფაქტურად ინტერვიუს ვიღებ, მაგრამ მაინც. მეც მინდა მივესალმო საზოგადოებას, მინდა მიულოცო ყველას დღევანდელი დღე ქართული ოჯახის სიწმინდის დღე და ნიშანდობლივია, რომ დაემთხვა ასეთი დიდი ფესტივალი და ფაქტიურად დღესასწაული. ოდნავ სევდანარები, იმიტომ რომ ბატონი გიორგის ყვასილიას სახელობის საქველმოქმედო საღამო ფესტივალი ჩატარდა დღეს, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისმა მამამ გააგრძელა ის ტრადიცია, რომელიც მანამდე რამოდენიმე წლის ჩამოყალიბდა და ამ საქველმოქმედო ფესტივალის სახით მე თვითონა ვარ ამის მომსწრე, რომ გადაეცა შემოსული თანხიდან ძალიან გარკვეული რაოდენობა იმ ოჯახებს, რომლებიც არიან ქორეოგრაფიის ღირსეული მოღვაწეები, არიან იყვნენ და სოციალურად დაუცველი ქორეოგრაფები, რომლებიც თავიანთ რაღაც შეჭურებული ცხოვრებით ცხოვრობენ. და დღეს მართლაც დიდი მადლობა მინდა მე გადაუხადო იმ ბავშვებს, რომლებიც და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცეცხლი დაანთეს მართლა ამ სცენაზე და სასწაული მოახდინეს. მართლაც ეს რა თქმა უნდა მშობლების დამსახურებაც და ქორეოგრაფების დამსახურებაა და ამასთან ერთად მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო დღეს აქ ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან მართლაც კორიფეები, რა ვიცი ბატონო უჩა, დიდი მადლობა თქვენ და ბატონი კახა კიდე ჩვენი აგერ მეგობარი არის უკვე რამოდენიმე წელია და მართლაც ღირსეულად ეს არის ძალიან დიდი საქმე, რომელიც ყველა რეგიონში, რა ვიცი, მეგონი გაცოცხლდა ქორეოგრაფია, ასე მგონია მე ამ ბოლო წლებში და ბატონო გია, თქვენი ძალიან დიდი დამსახურება ამაში ყველაფერში და გააგრძელეთ ასე და ჩვენ აგერ როგორც ბატონმა დათოფვა, თქვენ გვერდში ვიქნებით ყოველთვის. და თქვენ კიდე ხო საერთოდ აგერ ეს ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, კაცი ქართველი, მართლა აი სულით და ხორცით და ძალიან ძლიერი და რა ვიცი ბატონო, მე მგონი ასე გაგრძელდება მომავალშიც და ასე იქნება მხარდაჭერა თითოეული ჩვენთაგანისაგან კიდე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ბატონო ვაჟა და
ძვირფასო ქართველო, ასე უნდა მოგმართო, სხვანაირად არ გამოვა. ეხლა საღამო მშვიდობის. როცა ამ 8-9 საათის შრომას, ნაოფლებს, ქორეოგრაფიის, ბავშვების, მშობლების, ბებიების, ბაბუების დღევანდელი დღის ძალით, ბაჩუკი, აქედან არავის დაგვავიწყდეს და რო ჩამოყვები ესე, ჩემი ვაჟა, ჩემი დავითი, ჩემი ბესო, ჩემი უჩა, ჩემი კახაბერი და ჩემი გია, ჩემთან ერთად, აქ არის ჩვენი და მეგობარი დღეს ბაგრატზე ყველანი საკურთხეველში საჯამთელოდ ხართ მოხსენებული. რამე თუ ამ საქმისთვის, ვისაც რა შეუძლია, იმას და იმ წისქვილს უნდა დაასხას რამე თუ საქართველო თუ კიდე გადარჩეს, აი ეს საქმე უნდა გადარჩეს. რა თქმა უნდა, დახვეწილი, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი დონის და ყველაზე მთავარი რაც არის. დღევანდელი დღის უდიდესი დღესასწაულის სურმნათის დატოვებული დალოცვილი ძალიან კარგად, ტკბილად, გავსობინად გააგრძელა ჩვენმა პატრიარქმა უწმინდესმა შიომესამემ და ამ დროს ბოლოს გეტყვით, ხარობს ჩვენი გიორგის სული, ხარობთ ჩვენ, გაგიმარჯოთ თქვენ. მადლობა თეატრის თანამშრომლებს ამ დაძაბული შრომის გადატანისთვის. მადლობა ამ სიტყვისთვის ბატონო ლევანდან. ბატონო გია, ახლა ის დროა უკვე ჩვენი ღირსეული ქორეოგრაფები მოვიწიოთ სცენაზე, დავიწყოთ დაჯილდოების ცერემონია და კიდევ ერთხელ ბატონებო, თქვენის ნებართვით მე მშობლებს გადავუხდი მადლობას, ამ დედიკოებს, მამიკოებს, ბებიებს, ბაბუებს, დებს, ძმებს, ყოველგვარი ფამილარობის გარეშე ხალხო, მართლა მაგარი შვილები გყავთ რა. როცა ეთქობენ არაფერი, რო გაბრაზებენ არაფერი, ქართველებად რომ ზით ყველაფერი. გოგოს ქალებად, ბიჭებს ვაჟებად. აი ასეთი მშობლები ხართ თქვენ და მართლა მადლობა რომ არ გვაძლევთ იმის თქმის უფლებას და საშუალებას რომ გულში მაინც გავილოთ რომ რაღაც ცუდად არის საქმე, არაფერი ცუდად არ არის და თქვენ ამაში დარწმუნდით ამ 8 საათის განმავლობაში. მადლობა ამ შვილებისთვის. და კიდევ ერთხელ თქვენი მეოხებით მადლობა უნდა გადაუხადოთ თეატრის მომსახურე პერსონალს. ჩვენ ძვირფას ბატონს, რომელიც 8 საათი ჩვენთან ერთად მუშაობდა სრული დატვირთვით და გაუძლო ჩვენს ავანსსა და ჩავანს. დიდი მადლობა ბატონო ჩემო და თეატრის ყველა თანამშრომელს მადლობა. ვიწყებთ ძვირფასო ქორეოგრაფებო, ხო შემოგძადით სცენაზე და ბატონო გია, ახლა ჩვენი პატარა საჩუქარს უყურს. მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს. დღეს იმერეთ სრულიად საქართველოს ულოცავთ. მინდა მშობლებო, ბებიებო, ბაბუებო, მადლობა მინდა გითხრათ. აი თქვენ რო არა ეს ასე ვერ ჩატარდებოდა დღევანდელ დღეს. ამაზე მეტი მილოცვა ოჯახის სიწმინდის დღესთვის რასაც უყურეთ ჩვენ, აი თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ასე ლამაზად მიულოცა სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდე. იმითათვის რომ მით უმეტეს ქართულ ჩოხაში, მანდილში ჩასულები იყვნენ ჩვენი გოგო ბიჭები. და მინდა ამათ ყველას ძალიან დიდი მადლობა უთხრა, ყველა ქორეოგრაფებო, ანსამბლის ხელმძღვანელებო, შემოგძანდით ყველანი. მადლობა მინდა უთხრა ბატონ ვაჟას, მადლობა მინდა უთხრა ბატონ დავითს, მადლობა მინდა ბატონ კახაბერს, ბატონ უჩას, ბატონ ლევანს, გვერდში დგომისათვის. ქორეოგრაფებო, შემოგევლოთ გიათვაცირია. დღეს ის დონე დადებით თქვენ რომ მართლა საამაყო არის ჩვენი იმერეთი. იმისათვის რომ აი აქედან მოდის დიდი აკვანი არის ჩვენი იმერეთი და დიდი სამჭედლო, რომელიც თქვენ ეს დღევანდელ დღეს ასე ლამაზად კარგად წინაპრების დატოვებული გემრიელად გულით მოიტანეთ იქ ოფლით და შრომით. შემოგევლეთ მე თქვენს ყველას. მადლობა, მადლობა და მადლობა. მე იცით დღევანდელი დღე ბატონმა ბესომ ძალიან კარგად ისაუბრა, შარშან კიდევ 17-ში ჩატარდა
ოჯახის სიწმინდის დღეს გიორგის ფესტივალი და აქ როგორც საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, იმერეთი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თავმჯდომარე და რეგიონალური ხელმძღვანელი, ასევე კიდევ ვარ ფონდი მადმოსილების თავმჯდომარე. მე დღეს ის დღე არის, გიორგის დღე არის და ყველა ჩვენთაგანის დღე არის და დღეს სიხარული უნდა იყოს, სიყვარულის დღე, ჩახუტების დღე. მე მინდა მოვიწვიო ჩვენი პროფესიონალი მუსიკოსი ლაშა კვერნაძეს თხოვთ მომზანდეს. ჩემი ლაშა არის პროფესიონალი მუსიკოსი, ამას შემოვლო ჩემი თავი და ჩვენ ის ხალხი, რომელიც ვართ ყოველთვის და ვაკეთებ და ვშრომობთ იმას, რომ ერთმანეთის სიყვარულში და ძმობაში და მეგობრობაში მოვდივართ, ჩვენ ყოველთვის დავაფასებ იმ ხალხს და ბატონი ლაშა არის და ბატონ ლაშას ყავს ძალიან ბევრი გაზრდილი ახალგაზრდები და ამისათვის ეს ადამიანი არის პროფესიონალი მუსიკოსი, პროფესიონალ მუსიკოსთან ერთად აკადემიურ ანსამბლში კიდევ იყო წამყვანი მუსიკოსი, იქ ჩემი შვილიც იქ იყო და ერთად შრომობდნენ იმ დიდ ოჯახში და მე მინდა პრემიის სახით ფულადი პრემია გადაცეთ ჩემ ლაშას და მადლობა მინდა უთხრა ამისათვის. წარმატებები გქონოდეს ჩემო ლაშა, იხარე და იდგეგძელე. ასევე კიდევ არის ჩვენი ოჯახი, მეგობრის ბატონი გელას, ბატონ გელას გადავცეთ, ბატონო ფონდო დღეს ვერ მომბრძანდა და გადავცეთ და მინდა რომ მადლობა უთხრა პირიქით. ასევე მინდა მიულოცო ჩემს ვახტანგ უშვერიძე მომბრძანდით გენაცვალენ. ჩემი ვახტანგ უშვერიძე კარგი ადამიანი, კარგი ოჯახის შვილი და პლუს ამას არის ჩვენი პროფესიონალური, ჩვენი ოპერის თეატრის მთავარი ქორეოგრაფი და ჩვენ ბატონ ვახტანგს ვაჯილდოებთ ამაგდარის ორდენით. ორდერი, ბატონო, სად არის ორდერი და აქ არის ორდერი, ბატონო ლევან. აბა კამერა როგორ აიღებს ამას? ჩემო თენკო. შვენივრად, ხო? კარგია. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ძალიან დიდი მადლობა და მოდი ახლა დავიწყოთ დაჯილდოების ცერემონია, ჩემო ბაჭუკი, მზად ვართ? მზად ვართ, ხო? ძალიან კარგი. მაშასე ქუთაისის ცეკვის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე. მოგწადეთ ბატონო გიორგი. რა თქმა უნდა, ნათია ვაჭარაძეს და აკადე კომპანიასაც ეკუთვნით დიდი მადლობა და აბა ბატონო ვაჟა, თქვენი ხელით ჩაიბარებს ამ ჯილდოს ბატონი გიორგი ფხაკაძე. აქ წამაკითხეთ რა წერია ერთი ამ მომერიდები. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაცია აჯილდოებს ნათია ვაჭარაძეს და გიორგი ფხაკაძეს ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის. ბატონო ჩემო, ჩაიბარე აი ეს შესანიშნავი ჯილდოც განახოთ მაყურებელს. აი ასეთი ლამაზი ჯილდო გამოეცემა ჩვენს ქორეოგრაფს. ამცილია ბატონო გია. მაგარი ჯილდოა, როგორიც გია. მადლობა. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ანსამბლი ირაო, ვანცა და უჩა მომზადეთ ჩემთან. ბატონო და თქვენ დაგიძახებთ. აკეთ. ბატონო ბატონო დავით გადასცემ სამ ჯილდოს და ქუთაისიდან მოემართება დედაქალაქისკენ აი ეს შესანიშნავი ჯილდოები ირაოსთვის. მადლობა. მადლობა, რა თქმა უნდა, მადლობა ხარ თქვენ. ვანცა მარკოიშვილი და უჩა ეზიაშვილი იყვნენ ეს ადამიანები. ნუ, სად არის?
ესე იგი, შენ გიყურებ, შენ ჩემო კაი კაცო და შენ ხარ ის კაცი, ვისაც შრომას, ვისაც აი მონდომებას, ვისაც ამ სულისკვეთებას უფასებ, როგორც ერთი რიგითი ქართველი და იგულე ერთ რიგით ჯარისკაცად შენი მთიების გვერდით. ოთაბატონო, თქვენთვისაც იგივე ჯილდოებია, რა თქმა უნდა და მთიებისთვისაც. მე მადლობა რომ ასე გაუგრძივდი ერთი წლის განმავლობაში აი იმ მთავარ ჯილდოს, რომელიც ბოლოს ვიღაცას გადაეცემა აქედან და ვიმიგრება ეს ცოტა ხანში გავიგე. მადლობა ოთარ. ქალაქ წყალტუბოს ანსამბლი ფესვები. გიორგი რახმიაშვილი. გიორგი შემოწო. რაც მე ყველაზე მეტად როგორც ერთ რიგით ქართველ ჟურნალისტს მიხარია ხოლმე ქართული სულისკვეთების კაცებს რო ხედავ ხოლმე ამ ქვეყანაზე და ამ ქართველმა უნდა ჩაგაბაროს. აბა ვინ იქნება ის ხელიდან ხელში ამ დიდი ჯილდოს გადმომცემი. ძალიან დიდი მადლობა შენ ჩემო გიორგი რეხმიაშვილო და მადლობა ანსამბლ ფესვებს ამ სულისკვეთებისთვის. ნიკა რომარკიძე და საბა იოვიძე საფეხბურთის ჩემო ბატონო, ეს მადლობა რა თქმა უნდა. ქუთაისის არა, მთელი საქართველოს ანსამბლის საუნჯე. ბორის ახალ, ბატონო ბორის, ახალ მარკოიშვილის ხელით გადმოგეცემათ ეს ჯილდო. ბატონო მარიამ და მადლობა რა თქმა უნდა ლაშა კაჭკაჭიშვილსაც. საუნჯე, გიორგი ბატონო. ასევე ქუთაისის ანსამბლის სამეფო და ირაკლი ბაბუხადია ჩაიბარებს. მომწონდი ირაკლი ბატონო, ბატონი ვაჟას ხელით გადმოგეცემათ აი ეს შესანიშნავი ჯილდოები. ჩვენი დღევანდელი ფესტივალ კონკურსისა არ დავიწყება მოღმისა. მადლობა ძალიან დიდი. რიონი, აბა, სადვართ რიონი და ბატონი ალხანდი და გრეტა ჯმუხაძეები. ბატონო უჩა, ისინი თქვენი ხელით ჩაიბარებენ დღეს ამ ჯილდოს. აში ყველას ეკუთვნის. მადლობა ბატონო ალხანდი. ქალაქ ხორიდან ანსამბლი იმედი და დავით ღაღანიძე და ელენე დვალიშვილი. ერთმანეთის მეუღლეები არიან და განსაკუთრებულად მათ მინდა მიულოცო 17 მაისი დღევანდელი დღე ჩემო ბატონო დავით. წარმატებები იმედს. დიდი მადლობა ბატონო დავით. და ჩემი ლეჩხუმელები დარჩა ახლა პრიმუდნად ახალი თაობა და იმედა კვირიკაშვილი ახალი თაობის აგერხა ჩემო დრო. წერა მართალია ინტერვიუზე უარი მითხრა, უარი ინტერვიუს ვერ მივცემ ტელევიზიას, მეო საქმის კეთება მირჩევლიო. იყო ასე. რა თქმა უნდა, ხომ მაინც გამოგიყვანე ხოლმე. შემოგივლე, ძალიან დიდი მადლობა და ბატონი კახას ხელით ჩაიბარეთ ეს ჯილდო. ეს ანსამბლი ახალი თაობა. ბატონო ბაჯუკი, ბატონო ჩვენი ძმა და მეგობარი. სადა ჩემი ზუიად გვასალია. ზუიად გვასალია სენაკი და ანსამბლი კუჩხი ბებინერი. ბატონი დიასპორი გამოგეცემათ ეს შესანიშნავი ჯილდოები. რა თქმა უნდა და მადლობა მონაწილეობისთვის, მადლობა შენი აღზრდილებისთვის და მადლობა სხვადასხვა შენი ფესტივალისთვის, რომელიც სულ ცოტა ხანში გველოდება ქალაქ სენეთში წარმატებული ღონისძიებისთვის ვემზადებით 6 ივნისს. მადლობა ჩემო ძმაო. მე მგონი მოვჭით და ყველაზე მთავარი ბატონებია. ძვირფასო ტელემაყურებლები, ძვირფასო ემიგრანტები, ძვირფასო ქართველები. სადაც არ უნდა იყო, კიდევ ერთხელ გამოვარდებით დედამიწის რომელ ხარისაც, რომელ ქვეყანაშიც. ყველგან თქვენი ქართული საქმე აკეთებდა, ჩვენ აქ დაგვდებით, ჩვენ აქ გავუხილდებით თქვენს მიერ დროებით დატოვებულ საქართველოს. და ბატონო გია, ვის მივცეთ უფლება?
რატო წახალბეს რა თქმა უნდა ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე გამოაცხადებს თავარ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს ამ ჯილდოს მე მანამდე მოვიტან კი ბატონო ცოტა რთული ეს ამბავი მე დამეკისრა სანამ ამას გავაკეთებდე და გამოაცხადებდე მინდა აუცილებლად ხელისუფლების ჩვენს წარმომადგენლებს მეგობრებს მადლობა გადავუხადო დიდი მხარდაჭერისთვის მრავალწლიანი მეგობრობით და მხარდაჭერისთვის ჩემო კარგო მეგობრებო აპლოდისმენტები ჭირდება აუცილებლად ამ საქმეს ივესალმოთ ნამდვილად ვერჩი დონისთვის და ქეთრისთვის კერწინაში ჩემო მეგობრებო მერტო დაგვეცოთ და დაგახავოთ ეხლა რაც შეეხება აი ამ ულამაზეს პრის განხელყოფილებას შარშან ვერ ჩამოვედი აი ამ პრიზის ამ ლამას ფესტივალზე დაჯილდოებაზე სამწუხაროდ ვერ ვიყავი და როცა ამას ვაარსებდით აი ამ ულამაზეს პრიზს მაშინ თქვით რომ ეს უნდა ყოფილიყო აი ამ დიდებული პიროვნების სახელობის პრაწასი ჩვენი ძმაკაცის ჩვენი მეგობრის და ვიფიქრეთ და ბატონ გიას უთხარი მოდი ამას მევიზავთო რა და ვამაყობ რომ ეს ქორეოგრაფთა კავშირმა დაარსა ეს პრიზი და ყოველთვის ღირსეული მიიღებს ამას და დღევანდელი ჩვენი გამარჯვებული გახლავთ თქვენ გადასცემთ ალბათ აუცილებლად ეგრე ჯობია ხო პირველი გამარჯვებული იქაც ძალიან გული დაწვა რო არ ვიყავი და მე თავად ვერ გამოგეცით ეს პრიზი ხო ნახე რა ხეში ვარ გავწელე ნერვიულობა ანსამბლი ფესტული ბრავო ბავშვებო ბრავო ეს კაცი არის ახალი პრობლემა. ახლა ძველო მიულოცე ახალს. ეხლა გიოს მინდა მეულოცე უნივერსიტეტ ტორტიში ხავსა შეგაწყენ. ერთი წელი ეს პრიზი იდო ასამი კიევში ჩემი გადაწყვეტილებით როგორც სტუდიის ხელმძღვანელის და ანსამბლის ხელწლევანდელ წელს ჩავერსევით ამ კონკურსს გადავიმუშავეთ როიტყვიან ჩვენებურად გაისად დავბრუნდებით ისევე კონკურსში კარგად შენახვას მოხდას ერთი და გაისად შევიჭროთ აი დამასტარი ბაგროდესო ვინ დაასამებს იმას დარჩება არ არის პრობლემა ჩვენ კიდევ ვიზავთ ახალ პრის მერე ენოცვადო ამაზე კარგი შეჯიბრი რა უნდა გქონდეს ბატონო ამაში შევეჯიბროთ ერთმანეთს და ამაში დამარცხება არის სიამაყე სხვათა შორის რადგან ერთმანეთზე მაგრები და ერთმანეთზე კარგები იქნება მორჩა ჩემო გიორგი დღევანდელი ფესტივალი ფესვებს მადლობა უნდა გადაუხადოთ და რა თქმა უნდა ჩვენი ტელემაყურებლის სახელით მიულოცოთ აი ეს გრანდიოზული გარდამავალი პრიზი გიორგი ტყვაცირიას სახელობის ჯილდო არ დავიწყება მოხმისა. რა განცდა და რას ფიქრობ შენს ბავშვებთან ერთად მითხარი ახლა? პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ყველა ძალიან ვღელავდით ბავშვების, ქორეოგრაფების და ძალიან ძიმე დღე იყო ჩვენთვის და უმეტესი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურის თითოეულ წევრს და ყველა ჩვენ გულშემატკივრს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ერთი წლით მიდის თქვენთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან მომავალ წელს, ან იმის კიდე შემდეგ წელს ისევ თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა ამისთვის, ხო? იბრძოლებთ ის. იბრძოლებთ. მეტად იცით რომ სამჯერ თუ გააკეთეთ ეს ყველაფერი გრჩება. უფლისნებაა ყველაფერი. აბა, რას გვეტყვის ძვირფასი ქორეოგრაფი? ძალიან გახარებულები ვართ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შრომა ჩავდებით და უღრმესი მადლობა ყველას ორგანიზატორებს, ჟიურს და თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბავშვებო, ფესვების ბავშვებო, მოდით ჩემთან ყველა აქ. მობრძანდით ფესვების ბავშვებო, ჯერ მადლობა ყველას თქვენ ასეთი ღირსეული
მაყურებელსაც, რომელიც ახლა ემიგრაციაში ძალიან ბევრი გიყურებთ, თქვენი იმედი აქვს იმისა, რომ ასეთი კარგები. ვინ არის ყველაზე გამბედავი ხა, ვინ მეტყვის პირველ სიტყვას, აბა? ეხლა ყველამ კარგი ცეკვა იცით, მაგრამ კარგი ლაპარაკი ვინ იცით? მაშინ მე თვითონ მოვალ, აი შენთან მოვალ პირდაპირ. აბა რას მეტყვი? რა განცდა? ძალიან ბედნიერი ვარ. მით უმეტეს ვიცი რომ ანუ ჩვენს მასწავლებელს ძალიან დიდი შრომა აქვს ამ ყველაფერში ჩადებული და ძალიან ბედნიერი ვარ. ეთყობა ხო შრომის შედეგი? კი. მადლობა. აბა მოდი შენ რაც მეტყვი. მეც ძალიან ბედნიერი ვარ და სულ მინდოდა რომ ყველაფერი გამოგცლოდა და მასწავლებელიც არის ბედნიერი, მაგიტომ ეგ უფრო კარგია. შემოგევლე, კარგი გოგო ხარ. აბა აქეთ რას მეტყვი შენ? მე ძალიან მხიარული და ბედნიერი ვარ და მადლობა გადავხადო ჩვენს ქორეოგრაფებს ამდენი შრომისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია რომ გამოგვივიდა ყველაფერი. თქვენ გაიმარჯვეთ. მადლობა. მოგლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო, დამთავრდა ფესტივალი, დამთავრდა ის ღირსეულად, დამთავრდა ისე როგორც უნდა დამთავრებულიყო. აქ გამარჯვებული და დამარცხებული ესეთი სიტყვათა წყობა არ არსებობს. მაგრამ კონკურსს თავისი წესები აქვს, კონკურსს თავისი დებულება აქვს და ყველაფერი ისე დამთავრდა, რასაც ქვია ქართული ხელოვნების გამარჯვება და კულტურის გამარჯვება. აღარ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მომავალ წეღანაც თქვი სცენაზე, მომავალ 2027 წლის 17 მაისამდე დაგემშვიდობოთ და ახლა დასკვნით სიტყვას, რა თქმა უნდა, ბატონი გია იტყვის და შეაჯამებს იმ ყველაფერს, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, უყურებთ, აფასებთ, ტაშს უკრავთ და ბატონო გია, ჯერ გილოცავთ, იმიტომ რომ ეს გამარჯვება თქვენი ამდენი ხნის რუდუნებით შრომა შედგა, ღირსეული გამარჯვებული ყავს აგერ, უხარიათ ბავშვებს, ფესვებს. მოდი შეაფასეთ დღევანდელი ჩვენი ნამუშევარი. მოგესალმებით. გილოცავთ ყველას ოჯახის სიწმინდის დღეს. დღეს წარმატებით ჩაიარა ფესტივალმა არ დავიწყება მოყმისა. მინდა წარმატებები უსურვო ყველა მონაწილეს, წარმატებებს უსურვებს სულ ყველა ბავშვებს, მშობლებს, რა თქმა უნდა. მშობლები რო არა ეს ასე ერთად ვერ შედგებოდა და წარმატებები მინდა უსურვო და ჩვენ დღევანდელ დღეს ყველა შემოსილი ჩვენი ბავშვები მანდილით, ქართული ჩოხით და ამაზე მეტი მილოცვა ოჯახებისთვის, შვილებს, ბებიებს, ბაბუებს, ყველას მიულოცეთ და ამას ბატონი ბესოს ტელევიზიით ყველა იხილავთ რა შრომა დადვენ ამ ბავშვებმა. ქორეოგრაფებმა დიდი მადლობა მინდა ქორეოგრაფებს უთხრა ასეთი შრომისათვის. მადლობა მინდა უთხრა იმ ბავშვებს, რომელიც აქ მონაწილეობდნენ. ნამდვილად სამჭედლო არის იმერეთი ამ ქორეოგრაფიის და დღეს კიდევაც აჩვენენ ამას ამაყად ლაპარაკობ. იმისათვის ლაპარაკობ ამაყად ბატონო ბესო, რომ აი ეს ყველაფერი გაშუქდება ტელევიზიით და ამას ყველა საქართველოს და მსოფლიო ნახავს ამას ყველაფერს და ყველას ძალიან დიდი მადლობა და დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ დავით გორდელაძეს, ბატონ ვაჟა ჯუღელს, ბატონ კახაბერ მარკოიშვილს, ბატონ უჩადვალიშვილს, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონობესო თქვენ გვერდში დგომისათვის. ყოველთვის ჩვენთან ახართ, ერთად დავართ და ეს კეთილი და საქმე ვაკეთოთ ყოველთვის საერთო საქმე და მადლობა. გილოცავთ სრულიად საქართველო. ამაზე მეტი მთელი იმერეთი გილოცავთ ამ ოჯახის სიწმინდის დღეს და ამ ბავშვებმა იმხელა გული და სული დადვენ სცენაზე, ეს ყველაფერი ტელეკომპანიათი უნდა ნახოთ. ესეც ასე, ჩვენი ტრადიციული სიუჟეტის ფინალი ყოველთვის ასეთი იყო და ასეთი იქნება. გამარჯვებულ ანსამბლთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ახლა გვერდს მიმშვენებს, მხოლოდ ერთი რამე მინდა გითხრათ. საქართველოს გაუმარჯოს და კიდევ იცით ვის გაუმარჯოს? გამარჯვებულს. ფესვებს გაუმარჯოს! ფესვებს გაუმარჯოს! ქართულს, ადამიანურს, ვაჟკაცურს და აი ამ ჯილდოს მფლობელებს გაუმარჯოს.